ნატოს სარდალი ასახელებს კოლაფსს, რომელიც დონალდ ტრამპმა სინგაპურში გამოსვლისას იწინასწარმეტყველა. ფრაგმენტირებულ სამყაროზე, რომელსაც ომები, დივერსიები, დრონები, წყალქვეშა კაბელები, რუსეთის ზეწოლა, ჩინეთის წინსვლა და დასავლელი მოკავშირეები ემუქრება, რომლებიც ხელახლა შეიარაღებისთვის იჩქარებენ. გაფრთხილება შანგრილას უსაფრთხოების ფორუმზე გაისმა და სამშაბათს 2026 წლის 2 ივნისს გავრცელდა. როგორც უსიამოვნო დადასტურება მათთვის, ვინც წლები გაატარა დონალდ ტრამპის კრიტიკით იმის გამო, რომ ის მოკავშირეებისგან მეტ თავდაცვას, მეტ ფულს და მეტ პასუხისგებლობას ითხოვდა. ადმირალი ჯუზეპე კაულდრაგონე ტელევიზიის კომენტატორის როლში არ საუბრობდა. ის საუბრობდა როგორც ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ალიანსის უმაღლესი სამხედრო ავტორიტეტი და ნათლად აღნიშნა, რომ მსოფლიო უსაფრთხოება მძიმე ფაზაში შევიდა. ეხლა ნატო აღიარებს, რომ მშვიდობის შესანარჩუნებლად ომისთვის უნდა მოემზადოს, მაშინ რატომ მიიჩნიეს ტრამპი გადაჭარბებულად, როცა მან ეს ადრე მოითხოვა? თუ ეხლა ევროპა საუბრობს დამოუკიდებლად თავის დაცვაზე, რატომ გაატარა ამდენი დრო შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულებაში? თუ კოლაფსი ასე აშკარა იყო, როგორ შეძლეს ამდენი ხანი გაოცების სიმულირება? ამასაც მალე გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და მოკლე კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ვაქვეყნებთ. დრაგონემ ასე გააკეთა. მან სინგაპურში გააჟღერა გაფრთხილება სამხედრო ხელისუფლების, თავდაცვის მინისტრებისა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების წინაშე. მან განაცხადა, რომ მსოფლიო იშლება, ბოლო 10 წლეულების სტაბილურობა ირღვევა და მოწინააღმდეგეები ამ სისუსტეს სხვადასხვა მიმართულებით იყენებენ. მეთაურმა აღნიშნა კოსმოსის მილიტარიზაცია, კიბერომი, ინფორმაციის მანიპულაცია, ეკონომიკური დამოკიდებულების იარაღად გამოყენება და ევროპაში მასშტაბური ტრადიციული ომის დაბრუნება. ეს ჩვეულებრივი სიტყვა არ ყოფილა. ეს იყო ალიანსის სურათი, რომელიც ძალიან გვიან მიხვდა, რომ კომფორტის დრო დასრულდა. სწორედ აქ ჩნდება დონალდ ტრამპი დებატების ცენტრში, სცენაზე ყოფნის გარეშე. წლების განმავლობაში დონალდ ტრამპი აძლევდა ზეწოლას ნატოს მოკავშირეებზე, რომ გაეზარდათ სამხედრო ხარჯები და შეეწყვიტათ შეერთებული შტატების უფასო დაზღვევად მიჩნევა. ძველი დიპლომატიური ელიტა ამას უწოდებდა უხეშობას, იზოლაციას და ალიანსზე თავდასხმას. ახლა კი თავად ნატო აღიარებს, რომ ფული ქაღალდზე არ აჩერებს არავის. დრაგონემ პირდაპირ თქვა, რომ მტერს ვერ შეაჩერებ ჰაერში ფულის ქნევით. საჭიროა ინვესტიცია გადაიქცეს რეალურ შესაძლებლობად, ბატალიონებად, გემებად, საბრძოლო მასალად, ინდუსტრიად, ტექნოლოგიად და მზადყოფნად. ეს ფრაზა ასახავს იმ მოთხოვნას, რასაც ტრამპი აყენებდა, როცა ამბობდა, რომ მოკავშირეებმა მეტი უნდა გადაიხადონ და ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული ამერიკელ გადასახადის გადამხდელებზე. სინგაპურში გამართულმა შეხვედრამ აჩვენა ღრმა ცვლილება თავად დასავლეთის შიგნით. დისკუსია უკვე აღარ ეხება მხოლოდ ტანკებს ევროპაში, ან საერთაშორისო სამიტებზე მიცემულ დაპირებებს. ტრამპმა ეს პოლიტიკური სისუსტე ბევრ ლიდერზე ადრე დაინახა, ვიდრე ისინი ამას საჯაროდ აღიარებდნენ. ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა რიჩარდ მარლესმა იგივე შეფასება გაამყარა, როდესაც იმავე ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. მან გააფრთხილა, რომ ზღვის ფსკერი დაპირისპირების ველად იქცა და აღნიშნა თავდასხმები და კაბელების დაზიანებაც. ავსტრალია მარლესმა ფორუმზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, დაპირისპირების შესახებ ისაუბრა და თავდასხმები და ზიანიც დაასახელა. ავსტრალიის თავდაცვის მინისტრი. ავსტრალია დამოკიდებულია მხოლოდ 15 წყალქვეშა კაბელზე, რომლითაც მისი საერთაშორისო ინტერნეტ ტრაფიკის დაახლოებით 99% გადის. ეს თეორია არ არის. ეს არის ახალი ჩუმი ომი. მარლესმა ასევე აღნიშნა, რომ ავსტრალიის მიერ ვაჭრობით გადამუშავებული საქონლის 98% პორტებში გადის. ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა მარლესმა კიდევ ერთხელ აღნიშნა დაპირისპირება და თავდასხმები. გააფრთხილა და თქვა, რომ თავდაცვის ბიუჯეტის 40%-ზე მეც საზღვაო შესაძლებლობებში ვდებთ. ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ სერიოზულმა ქვეყნებმა უკვე გაიგეს ეს გზავნილი. სუვერენიტეტს ლამაზი სიტყვებით არ იცავენ. სუვერენიტეტს იცავენ გემით, რადარით, სატელიტით, წყალქვეშა ნავით, დრონით, დაზვერვით და სამრეწველო შესაძლებლობებით. ეს ზუსტად ის სამყაროა, რომელსაც დონალდ ტრამპი აღწერდა, როცა ის მოითხოვდა ძალას, საზღვრების დაცვას, ეროვნული წარმოებას და უფრო პასუხისმგებელ მოკავშირეებს. ევროპამაც დაიწყო შეცდომის აღიარება. დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტ ფრედერიკსენმა თქვა, რომ ევროპელებმა შეამცირეს სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ და იჯერეს, რომ თუ რამე მოხდებოდა, შეერთებული შტატები დახმარებას გაუწევდა. ეს აღიარება მძიმეა. ეს აჩვენებს, რომ ევროპის ნაწილი ვაშინგტონს მუდმივ მცველად აღიქვამდა, მაშინ როცა საერთაშორისო წესრიგზე ელეგანტურ განცხადებებს აკეთებდა. როცა ტრამპმა მოითხოვა, რომ თითოეულმა მოკავშირემ თავისი წილი ეზიდა, რეაქცია ისტერიული იყო. ეხლა კი თავად ევროპელი ლიდერები საუბრობენ სრულ გადაიარაღებაზე, თვითდაცვაზე და საზღვრების დაცვის უნარზე.
გრენლანდიასთან დაკავშირებული დაძაბულობაც ამ სურათში ჯდება. დანია ტრამპის განცხადებებს რეაგირებს, რადგან იცის, რომ არქტიკა რეალური დაპირისპირების ზონად იქცა. რეგიონს აქვს სამხედრო, მინერალური, ენერგეტიკული და სტრატეგიული მნიშვნელობა. რუსეთი და ჩინეთი არქტიკას მზარდი ინტერესით უყურებენ. საზღვაო მარშრუტები, ბაზები, სენსორები, კრიტიკული მინერალები და სამხედრო ყოფნა გრენლანდიას ბევრად უფრო მნიშვნელოვანს ხდის, ვიდრე უბრალოდ შორეულ ტერიტორიას. როცა დონალდ ტრამპი ამ საკითხს წამოწევს, მედია ამას როგორც პროვოკაციას ისე აღიქვამს. როცა გენერლები და მინისტრები არქტიკაში უსაფრთხოებაზე საუბრობენ, ამას სტრატეგიას უწოდებენ. სხვაობა იმაშია, რომ დონალდ ტრამპი ამ თემას დიპლომატიური შეფუთვის გარეშე აყენებს და ეს ბევრს აღიზიანებს. ნატომ უკვე მიიღო მიზანი, რომ 2035 წლამდე MŠP-ს 5% დაიხარჯოს თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე. აქედან 3.5% ცენტრალურ თავდაცვაზე, ხოლო 1.5% ინფრასტრუქტურაზე, ქსელებზე, სამოქალაქო მზადყოფნაზე, ინოვაციებსა და ინდუსტრიულ ბაზაზე. ეს მიზანი არ გაჩნდა, იმიტომ რომ სოფლიო უფრო მშვიდი გახდა. ის გაჩნდა, იმიტომ რომ ალიანსმა დაინახა, რომ საფრთხე უფრო ძვირი, უფრო სწრაფი და უფრო გავრცელებული გახდა. ანგარიში უკვე მოვიდა. ევროპა ვეღარ ახერხებს თავის მოთხოვებას. თითქოს MŠP-ს 2% საკმარისი იყო რუსეთის, ჩინეთის, ირანის, საზღვაო დივერსიების, კიბერომისა და მასობრივი დრონების წინააღმდეგ საბრძოლველად. უკრაინა კიდევ ერთ ფაქტორს ამატებს: დრონებს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ ველოდება დრონებზე დიდ შეთანხმებას აშშ-თან და რომ მას სჭირდება ტრამპის თანხმობა, რათა წინ წავიდეს. კიევის სულს შესთავაზოს ომში რუსეთის წინააღმდეგ დაგროვილი საველე გამოცდილება, მაშინ როცა ამერიკულ კომპანიებს აქვთ ხელოვნური ინტელექტი და მოცინავე ტექნოლოგია. ამ კომბინაციამ შეიძლება შექმნას მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტექნოლოგიური ომის შეთანხმება. ეს არის განსხვავება ლიდერობასა და დამორჩილებას შორის. ძველი საგარეო პოლიტიკა იღებდა გრძელვადიან, ძვირადღირებულ და არეულ ვალდებულებებს, ხშირად მკაფიო საპასუხო სარგებლის მოთხოვნის გარეშე. ტრამპი ზეწოლით მუშაობს. ის სვამს კითხვებს: ვინ იხდის, ვინ აწარმოებს, ვინ იღებს სარგებელს, ვინ იღებს რისკს და რა არის უპირატესობა შეერთებული შტატებისთვის. უკრაინული დრონების შემთხვევაში კითხვა არ არის, მნიშვნელოვანია თუ არა ტექნოლოგია. ის ძალიან მნიშვნელოვანია. კითხვა: ვაშინგტონი კვლავ იმოქმედებს როგორც ფულის ავტომატი, თუ კი იმოქმედებს როგორც ძალა, რომელიც იცის საკუთარი ბაზრის, საკუთარი ინდუსტრიის და საკუთარი ხელოვნური ინტელექტის ღირებულება. დრაგონის გაფრთხილება ასევე პუტინს აყენებს ამ გამოთვლის ცენტრში. რუსეთი იყენებს დრონებს, რაკეტებს, დივერსიას, საინფორმაციო ომს და ენერგეტიკულ ზეწოლას, რათა შეამოწმოს დასავლეთის რეაქცია. ზელენსკიმ თქვა, რომ მოსკოვი აკვირდება ნატოს რეაქციას, როდესაც დრონები მიემართებიან რუმინეთის, მოლდოვის, პოლონეთის ან ბალტიის ქვეყნების მიმართულებით. ეს აჩვენებს, რომ ომის საზღვარი არ არის სტატიკური. პუტინი ზომავს სისუსტეს, ზომავს რეაგირების დროს, ზომავს პოლიტიკურ შიშს. როდესაც ხოქმანს პოულობს, წინ მიდის, როდესაც ძალას აწყდება, თავის გათვლებს ცulis. ტრამპს ყოველთვის უკეთესმოდა ძალაუფლების ესენა, ვიდრე იმ ბიუროკრატებს, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ოფიციალური განცხადება დიქტატორს შეაჩერებდა. ჩინეთი ამავე განტოლების მეორე მხარეს ჩანს. ინდოწყნარი ოკეანის რეგიონი განიცდის საზღვაო ზეწოლას, ტექნოლოგიურ დაპირისპირებას და მილიტარიზაციას. სამხრეთ ჩინეთის ზღვა, ტაივანი, წყალქვეშა კაბელები და სავაჭრო მარშრუტები ყველა იმ ქვეყნის ყურადღების ცენტრშია, რომლებიც გლობალურ ვაჭრობაზე არიან დამოკიდებული. ავსტრალია წყალქვეშა ნავებში, ფრეგატებში, გამანადგურებლებში და საზღვაო მეთვალყურეობაში ინვესტიციებს ახორციელებს არარა ახირების გამო. ის ამას იმიტომ აკეთებს, რომ იცის, პეკინთან დაპირისპირებას გულუბხილობით ვერ მოიგებს. ტრამპმა ჩინეთი ამერიკული პოლიტიკის ცენტრში მოაქცია მაშინ, როცა ბევრი ადამიანი პეკინს ჯერ კიდევ უცხინარ სავაჭრო პარტნიორად მიიჩნევდა. დღეს მინისტრები და გენერლები იმავე შეშფოთებას სხვა სიტყვებით იმეორებენ. ძველი ისტებლიშმენტი ყველაფერს ტრამპის კრიტიკად აქცევს, რადგან არ შეუძლია აღიაროს, რომ დიაგნოზში ის მართალი იყო. ეხლა რაც ხდება, ეს რეალური შესაძლებლობებისთვის ბრძოლაა. ნატო მოკავშირეებს უფრო მაღალი მიზნების შესრულებაზე დააწვება. ევროპა გააფართოებს ქარხნებს, საბრძოლო მასალებს, საჰაერო თავდაცვას და დრონებს. ავსტრალია გააძლიერებს საზღვაო მეთვალყურეობას და ობას და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. და დონალდ ტრამპი ამ ზეწოლის ცენტრში ძლიერ კოზირს ფლობს. მსოფლიო, რომელიც მას დასცინოდა, ეხლა იმენაზე ლაპარაკობს, რომელიც მან წამოაყენა. მე ვარ მილსონ ალვესი, Global Internationalisti და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო ჭეშმარიტი ინფორმაცია. სიახლეების ბულულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო ჩაერთო მილსონ ალვეს გლობალის საზოგადოებაში.